მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ისე ითარეშო არავინ დაგსაჯოს ასეთი გადაწყვეტილება წინაკვირა საქალაქო სასამართლო მიიღო და მამა ტაბურეტკაც ცნობილი მღვდელი იოათამი თანმხლებ მოძალადეებთან ერთად 2 წლის მსჯელობის შემდეგ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც სამართლიანი მგონია რატომ უნდა გადაწყდეს ჯოხი ერთ უვიც მღვდელზე, როცა 17 მაისის საქმეზე მთელი ეკლესია დამნაშავია. დამრბევებიდან არავინ დასჯილა და არც არავის ჰქონდა ამის იმედი. საქართველოს ისტორიის მოცემულ მონაკვეთში დაბადებულ გეებს, ლესბოსელებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს სხვებთან ერთად მოუწევთ მძიმე შრომა და წლების ბრძოლა იმისთვის, რომ სამართალი იპოვნონ. ზიზღი და სიძულვილი არცად გაქრება, მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ გვსურს ჰომოფობიურ ტირანიაში ცხოვრება და სიმშვიდე მონობაში თუ თავისუფლება. ერთადერთი სიტყვა, რომელიც უიმედოდ დარჩენილ ლგბტ მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, ძველი და ნაცნობი მოწოდება არ დანებდეთ. მათ ეშინიათ თავისუფლების, რომელიც ტყუილისა და უვიცობისგან ნაშენებ ბარაკებს მიწის პირისგან აღგვის. 17 მაისის სამარცხვინო ლაქად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ისტორიის მომდევნო თავებს თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები დაწერენ. ხოლო თუ ამ ისტორიაში მათ ადგილის პოვნა სურთ, აი როგორ უნდა მოიქცეს დომინანტი რელიგიური ჯგუფი. სამების საკათედრო ტაძრიდან კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ქალაქსა და ქვეყნიერებას მიმართოს დამაჯერებელი პატიების თხოვნით. მან უნდა დაგმოს როგორც საკუთარი მოქმედება, ისე უმოქმედობა. მოუხადოს ბოდიში თითოეულ ლგბტ პირს უფლებადამცველსა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ამ დღეს შეკრებილს. მოითხოვოს ყველა დამნაშავის დასჯა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მას შემდეგ რაც მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის სინანულში დავრწმუნდებით, საჭიროა იგივე ბოდიში მოვისმინოთ წმიდა სინოდისგან. სინოდის ბოდიშიც ჩვენ უნდა დავიჯეროთ. მღვდელმთავართა კრებულმა სხდომის პირველივე წუთებში უნდა მოიყვანოს მოქმედებაში მოციქულთა 27 კანონი, რომელიც ამბობს. ეპისკოპოსი მღვდელიან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამე თუ უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია ასე. პირიქით სცემდნენ და არ პასუხობდა დარტყმებით, ევნებოდა და არავის აკინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა. ამ კანონის საფუძველზე დაუყოვნებლივ დამხობილ იქნას პატივიდან ქორეპისკოპოსი იაკობი და გაიგზავნოს სინანულისთვის ყორანქედის მამათა მონასტერში ან უფრო შორს. კანონიკური სამართლით დაისაჯოს ყველა მღვდელი, რომელიც აღნიშნულ აქციაზე იმყოფებოდა, მოძალადეც და მონაწილეც. ეს უკანასკნელნი როგორც ძალადობის თანამლმობელნი და დამშინებელნი. თქვენ ასევე უნდა განაყენოთ ზიარებისგან ყველა მონაწილე საერო პირი და დაადოთ ეპიდემია. ამ კაფიო და მკაცრ ნაბიჯებზე დგას ამ ქვეყანაში თქვენი მომავალი. ცხადია არ მჯერა რომ ამისთვის მზად ხართ. სწორედ ამიტომ ძარცვეთ და იძალადეთ სანამ შეგიძლიათ, ჩვენ კი რაზეც წაგასწრებთ იმით განგსჯით. საზოგადოების თავისუფლების მოყვარე ნაწილმა კი უნდა სცადოს მომავალში არავინ დასვას კითხვა, სად იყავით, როცა სიბნელე ადამიანებს თავისუფალ ცხოვრებას ართმევდა, ხოლო ზოგჯერ სახლში ჯერ კლავდა, შემდეგ კი წვავდა. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელ თამთა მიქელაძეს. თამთა, მოგესალმები, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა რომ მეორედ ხარ ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში როგორ შეაფასებ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველი რეაქცია იყო რა თქმა უნდა ემოციური, იმიტომ რომ ეს გახდა სერიოზული ფრუსტრაციის მიზეზი ჩვენთვის თუ იგივე იმ ადამიანებისთვის, ლგბტ აქტივისტებისთვის ან თემის წევრებისთვის, რომლებიც იქ იყვნენ და რომლებმაც საკუთარ სხეულებზე, ფსიქიკაზე იგრძნეს ის ძალადობა, ის კოლექტიური და მასობრივი ძალადობა, რომელიც ჩვენმა ის განხორციელდა. ამდენად რა თქმა უნდა ეს იყო ერთგვარი ფრუსტრაცია, მაგრამ ეს იყო გარკვეულად მოლოდინიც, რომ სისტემა, სამართალდამცავი ორგანოების სისტემა თუ სასამართლო სისტემა არ აღმოჩნდებოდა თამამი, მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და დაესაჯა კონკრეტული პირები. შენ შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს სამართლიანიც, იმიტომ რომ ამ დემონსტრაციის ორგანიზება მოხდა თავად ინსტიტუციის მიერ და პრინციპში ჩვენ ვნახეთ რა
ოდენობით იყვნენ სასულიერო პირები, მათ შორის ეკლესიის ქორეპისკოპოსი წარმოადგენელი ადგილზე. ეს რა თქმა უნდა უთითებს იმაზე, რომ ეს ინსტიტუციის მიერ ორგანიზებული შეკრება იყო და არა. ვიღაცა შესაძლოა დაავიწყდეს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, რომ დადებულია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, საქართველოს ეკლესია სპეციალური, უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ პატრიარქი, წმინდა სინოდი, ქორეპისკოპოსი და მდივანი. რასაც ეს ჩამოთვლილები აკეთებენ, ან ამბობენ, ავტომატურად არის მთელი ინსტიტუციის მიერ განხორციელებული ქმედება. ძალიან მარტივად რა ვთქვათ, როდესაც მინისტრის მოადგილე ან რაღაც ვიცე-პრეზიდენტი აკეთებს რამეს, თუ შემდეგ პრეზიდენტი ზომებს არ იღებს და არ ეთანხმება, იმ შემთხვევაში მისი ნებისმიერი ქმედება არის ამ მინისტრის ან ამ პრეზიდენტის ქმედება. უბრალოდ ეს რო განმემართა, როგორია საგანთა წესრიგი. შესაბამისად ამ საქმეს რა თქმა უნდა აქვს თავისი პოლიტიკური და თქვათ აქტივისტური მნიშვნელობა ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი სისტემა მის წინაშე შენ აბსოლუტურად დაუცველი ხარ და ის იზიარებს და ლოიალურია დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის, დომინანტი გაბატონებული იდეოლოგიის მიმართ და ამიტომ შენ ვერასდროს ვერ იპოვნი სამართალს ეროვნულ დონეზე. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს კიდევ შემდგომ გასაჩივრებების ეტაპი, გულისხმობ ამ შემთხვევაში პროკურატურას. მაგრამ მეორე მხრივ ეს ამიანიშნებს იმაზე, რომ თავად სამართალდამცავ ორგანოებმა და პროკურატურამ სავარაუდოდ ყველა ზომა არ მიიღეს იმისთვის, რომ ეფექტური გამოძიება უზრუნველყოთ ამ საქმეზე. ის რომ გამოძიებები არ არის ეფექტური, ამას რამოდენიმე თქვათ გარემოება მიუთითებს. ერთის მხრივ ის რომ პროკურატურამ დევნა არ დაიწყო ყველა იმ მასშტაბის დევნა არ დაიწყო იმ პირების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ ან შეკრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლას ახორციელებდნენ ადგილზე და მათ მხოლოდ მცირე ჯგუფი მოიცვეს, ვის მიმართაც დევნა განხორციელდა და ეს საქმე სასამართლოში გადაიზარდა. შეარჩიეს ეს პირები. ხომ არ შეგიძლია იბარაუდონ. ხო, რთულია. ფაქტია, რომ მათ სასულიერო პირებს შორის მათ შეარჩიეს ყველაზე მარგინალიზებული სასულიერო პირები, რომელთა მიმართ ეკლესიის მხარდაჭერა ალბათ იყო შედარებით დაბალი და რომელზეც გააჩნდათ ვიდეო ან ფოტო მასალა, რომ ისინი გარკვეულ ძალადობრივ თუ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდნენ. ამდენად თავად გარკვეული პრეტენზიები და შეკითხვები პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიმართაც გვაქვს და ყველაზე ტკივნეული ალბათ რაც არის ამ პროცესში არის ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სიძულვით მოტივირებულ არც ერთ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის ისეთ გახმაურებულ საქმეზეც კი, როგორიც არის 7 მაისი, არც ერთი პირი ადეკვატურად არ დაისაჯა და ეს გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება მთლიანად იწყნარებს სიძულვით მოტივირებული ძალადობების იმ ტალღას და ციკლებს, რომელიც საზოგადოებაში ხდება. და არა მხოლოდ მათ პერიოდში ჩადენილი ადამიანების მოძალადეების შეწყნარება მიდის, ხო? ანუ სახელმწიფო თვალსაზრისით, არამედ იმათიც, ვინც იძალადეს აი სხვა გახმაურებულ საქმეებზე, მაგალითად კავკასიის ეთერში შეჭრილმა პირებმა, როდესაც იქ მართლმადიდებელი მშობელთა კავშირი და ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები შეიჭრნენ და უბრალოდ იძალადეს, ხო? ხოლო იქამდე ერთი დღით ადრე რას ეხებოდა, ხო? ეს ეთერი ილიას უნივერსიტეტთან ასევე ხელი შეუშალეს გამოხატვის თავისუფლებას, ხო? ეს ადამიანები გამოვიდნენ პოლიტპატიმრების სტატუსით და დღესაც მონაწილეობდნენ იმ აქციაში, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? 17 მაისს. კი, ზოგადად 17 მაისი იყო ძალიან მასშტაბური და კომპლექსური პროცესი, სოციალური პროცესი, რომელიც ბევრი კუთხით შეიძლება შეაფასო, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თქვა შეფასება 17 მაისის არის ის, რომ ეკლესია მოახდინა საკუთარი დომინაციის დემონსტრირება და ის ღიად შევიდა დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგთან დაპირისპირებაში და რეალურად შეეცადა ყველა საჯარო სივრცეების ინდოქტრინაციის და მასზე გავლენის მოხდეს, ასე ვთქვათ, ოკუპაციის სიმბოლური აქტი იყო ჩემთვის 17 მაისი. და ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ და პოლიციამ რა გააკეთა, ხო? ეს ხო არ იყო მხოლოდ ის, რომ პოლიციამ მიიღო პრევენციული ეფექტური ზომები, მაგრამ ვერ შეაკავა კონდემონსტრანტების, ვთქვათ, მათ გამომდინარე რისკები. რეალურად ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიციამ მათ გაუხსნა კორდონი და ფაქტობრივად
პირველად შესაძლებლობა მისცა მოიხსნათ ის, რაც გააკეთეს. ამდენად ამ პირობებში ალბათ საინტერესო იქნება თუ გავიხსენებთ მაშინელი შინაგან საქმეთა მინისტრის დღეს უკვე პრემიერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო პროვოკაცია და ის რომ რა თქმა უნდა ის წინ ვერ აღუდგებოდა და ძალას ვერ გამოიყენებდა 300-მდე სამღვდელო და 40,000 ქართველის წინაშე. ის რომ ხელისუფლება ლოიალური იყო ეკლესიის მიერ განხორციელებული აქტის მიმართ, ეს იმთავითვე ჩანდა ეს პოლიტიკური ლოიალობა და ეჭვები რომ თავად გამოძიების პროცესიც ეფექტურად არ წავიდოდა, ჩვენ ეს ეჭვები გაგვაჩნდა და დღეს ჩვენ უკვე ამ რეალობას ძალიან ცხადად და ხილულად ვხედავთ. საინტერესო არის ალბათ ისიც, რომ მართლმსაჯულების პროცესი მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ ის არის, თქვათ, პროცედურა, სადაც კონკრეტული პირები ახდენენ თვითრეფლექსიას, ისინი აღიარებენ მათ ჩადენილ დანაშაულს, ან თუ არ აღიარებენ, სისტემა მიუჩენს მათ სათანადო ადგილს და პასუხისმგებლობას დააკისრებს. ხო, მას აქვს ფუნქცია სამართლიანობა აღადგინოს და დაარქვას მოვლენებს საკუთარი სახელები. ჩვენ ხედავთ, რომ თავის მხრივ მართლმსაჯულების სისტემამ ეს ფუნქცია თვითრეფლექსიის ვერ შეასრულა, მაგრამ ეს ფუნქცია თავად ეკლესიამაც ვერ შეასრულა და მან არ გადაიაზრა ის სერიოზული შეცდომები, რომელიც მან დაუშვა და ის კვლავ განმეორებით აწარმოებს იმ ძალადობრივ იდეოლოგიას, რომელიც მას აქვს. და ის დღეს და მისთვის რეალურად სწორედ ყველაზე ჩაგრული და მარგინალიზებული ჯგუფები, ეს იქნებიან იგივე LGBT თემის წევრები, ქალები, ბავშვები, ხშირად სწორედ ამ ჯგუფებს იყენებს იმისთვის, რომ მან საკუთარი იდეოლოგია გამოხატოს, აწარმოოს და გაძლიერდეს. მას მუდმივად ჭირდება სწორედ ეგრეთ წოდებული განტევების ვაცების შექმნა, სადაც ის საზოგადოებაში და მტრის ხატების შექმნა იმისთვის, რომ ერთის მხრივ შეძლო საზოგადოების მობილიზება და ამით საკუთარი ძალაუფლება აჩვენოს და მეორეს მხრივ განმუხტოს ის ძალადობრივი ემოციები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ძალიან ხშირად მიიჩნევა ხოლმე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაგალითად იბრძვის აბორტის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ მოდით შევხედოთ სურათი როგორია, ხო? ამ რელიგიურ ინსტიტუციას გონია, რომ მუცელში, როდესაც დედა, ასე ვთქვათ, იშორებს ნაყოფს, ეს არის მკვლელობა, ხო? მივიღოთ ეს ფაქტად. აქედან გამომდინარე, ეს საეკლესიო ინსტიტუტი დგას შემდეგი სურათის შესახებ, ხო? მის ქვეყანაში, ანუ მის იურისდიქციაში კლავენ 90,000-მდე ბავშვს წლიურად, ხო? ანუ 30,000 არის რეგისტრირებული და ვარაუდობენ, რომ ასე ვთქვათ, არალეგალური აბორტების რაოდენობა 2-3-ჯერ დიდია, რა. ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა ამ ეკლესიის წარმოადგენით ქვეყანაში მიმდინარეობს გენოციდი. განსხვავებით დასავლური რელიგიური კონფესიებისგან, რომლის ყოველდღიური დღის წესრიგია, ხო? ანუ მათი რწმენა არის, რომ ვიღაცას კლავენ, შესაბამისად ბუნებრივი რეაქცია ამაზე არის ყოველდღიური შრომა, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ ეს ნაკლებ პრიორიტეტულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სამაგიეროდ პრიორიტეტულია კონკრეტული სოციალური ჯგუფი, მაგალითად LGBT თემის წევრები. რატომ, ხო? იმიტომ რომ აქეთ მხარეს დგანან დედები, რომლებიც არ უნდა გააბრაზო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ანუ ამას კი ამბობენ, მაგრამ აქტიური ბრძოლა რომ ააკრძალეთ, როგორც LGBT თემის წინააღმდეგ გვესმის, ხო? ააკრძალეთ რაღაც გინეკოლოგიურ კაბინეტებთან აქციები. ასეთი რამ არ ხდება, ხო? ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მკვლელობას მათი წარმოდგენიდან და რაღაც ჰომოსექსუალურ აქტს, ანუ უკეთ თუ ვიტყვით 17 მაისს რაც ხდებოდა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, სხვადასხვანაირად პასუხობენ ამას, ანუ რაც არ არის მკვლელობის ტოლფასი, ისინი გამორბიან და ებრძვიან, ხოლო ამას ძალიან მცირე აბზაცს უთმობენ ხოლმე, მაგალითად კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეში, ხო? ანუ ჩდება რაღაც ორმაგი მორალის განცდა და ჩდება ის, რომ ეს რელიგიური ინსტიტუცია აწარმოებს საკუთარ საქმიანობას არა რაიმე რელიგიური დოქტრინის, არამედ სწორედ რომ პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველზე, რაც ხდება იმის მიზეზი, რომ მას აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ,
რეიტინგი დღემდე, ხო, იმიტომ რომ შეუძლებელია განვითარებულ საზოგადოებაში ვინმეს კონდეს 95%-იანი რეიტინგი ისე რომ 40 წელი იყოს, ასე ვთქვათ, იჯდეს რაღაც კათედრაზე, ხო? ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოქნილობა და მანევრირებადობა არის სწორედ რომ მათივე ქრისტიანული დოქტრინისა და სწავლების ხარჯზე, არა? რომ ჩვენ გამოდიხარ და სუსტებს ებრძვი და ამ სუსტების გარშემო აერთიანებ დიდ საზოგადოებას, იმიტომ რომ მიმღებლობა საზოგადოებაში მათ მიმართ არ არსებობს, მაგრამ ის რის მიმართ ქართული საზოგადოება მეტნაკლებად ტოლერანტულია, ხო? ანუ საბჭოთა პერიოდიდან ეს არის რაღაც აბორტი, მოცილება, მაგრამ მათი წარმოდგენიდან მკვლელობა მის წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადაუდგავთ, გარდა იმისა, რომ უნათლავი ჩვილები ეს მუცელში მომწყნარებული ჯოჯოხეთში გააგზავნეს, რომ იქ ხვდებიანო და ასეთი რაღაც კონფიგურაციები შეეცადნენ მასთან ბრძოლას, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეს კამპანია გაშლილი და ეს სწორედ მეტყოლებს იმაზე, რაც უკვე ვთქვი, რომ ეს ინსტიტუცია რელიგიური ნარატივით არ სარგებლობს ძალიან დიდი ბოდიში. ის სარგებლობს ზიზღის პოლიტიკით კონკრეტული ჯგუფების მიმართ და ამით აძლიერებს საკუთარ თავს და წარმოაჩენს როგორც რაღაც ქვეყნის შემამტკიცებელს. ბოდიში რომ ამხელა ჩაჭრა გავა. არა, მესმის საინტერესო მიმოხილვა იყო. პირველი ალბათ რაც უნდა ითქვა, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში მეც ვფიქრობ, რომ ის არ არის რელიგიური ინსტიტუცია, ის რეალურად ეთნორელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიაზე დგას, ამიტომ ის რაც ნაციონალისტურ, შოვინისტურ იდეებს ან პოპულისტურ, არაპოპულისტურ გადაწყვეტილებებს, არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს შეიძლება უკავშირდებოდეს, ის მსგავს განცხადებებს არასდროს არ აკეთებს, იმიტომ რომ მისთვის არსებითია უმრავლესობის მხარდაჭერა. ამიტომ ის უმრავლესობის ცნობიერების, მათი სურვილების, ინსტინქტების, ვნებების წინააღმდეგ არასდროს არ მიდის. და სწორედ ეკლესიის სიძლიერეც სწორედ ამაშია, რომ ის არსებითად არა რელიგიური დოქტრინიდან გამომდინარეობს, არამედ ის მუდმივად აკულტივირებს, თქვათ, აი ნაციონალისტურ დისკურსს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, LGBT საკითხებზე ან ქალთა საკითხებზე ეკლესია რომ ძალიან აქტიურია, ეს ნიშანდობლივი არის და ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის ყველა განცხადებები, ეპისტოლეები სწორედ ამ თემას ეხება. რა თქმა უნდა, მას ჭირდება ყველაზე სუსტი ჯგუფი, რომლის მიმართაც და რომლის საპირისპიროდაც ის უმრავლესობის მობილიზაციას ახდენს. მაგრამ მეორე სხვა ალბათ უნდა გავითვალისწინოთ საგარეო ფაქტორი და ის რომ თქვათ თანამედროვე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თუ მასთან დაახლოებული ან მეგობრული ეკლესიების ძირითადი რიტორიკა სწორედ ამაზეა აგებული და ესეთი პოლიტიკური მართლმადიდებლობა სწორედ ანტიდემოკრატიული ღირებულებების იდეაზე დგას და თქვათ LGBT საკითხები სწორედ ეს არის ის რის თქვათ ჰომოფობიურ პროპაგანდასაც ისინი ეწევიან. ამიტომ ესეც არ არის შემთხვევითი რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დღის წესრიგი დღეს სწორედ ამ საკითხებზე გადის. რეალურად ეს არის ის ზღვარი და სწორედ ის იდეოლოგიური საკითხები, რითაც რუსეთი, რომელიც დღეს კონსოლიდირებას და საკუთარი თქვათ იმპერიალისტური იდეების განხორციელებას სწორედ ამ თემატიკით ახდენს. და ლოგიკურია, რომ ის თქვათ ამ საკითხებს ბიშემოქვს ყველაზე აქტიურად დღის წესრიგში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც შვეტი-მაისის შემდეგ საზოგადოებამ გარკვეული რეფლექსია მოახდინა და დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთ ახალგაზრდას, რომელიც პრინციპში კრიტიკულად იაზრებს იმას, რაც მოხდა და ეს გარკვეული იმედის ჩანასახი არის. სინამდვილეში ეკლესია უნდა მიხვდეს, რომ აი ესეთი კატასტროფები შექმნა, რომელსაც ის აკეთებს და რომელიც იყო ხო 17 მაისი, მისთვის არის კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ ის მის მიმართ ნდობას ან მის გავლენებს ასუსტებს. და ეს პროცესი თანდათანობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად გააღრმავდეს და გაიზარდოს. კი, მე ვფიქრობ, რომ პროგნოზებს მიჩვეული არ ვარ. ყველა რელიგიის მიმომხილველი ცდება ვის აირჩევს კარდინალთა კოლეგია მაგალითად პაპად და ცდება რაღაც პროგნოზებში, ხო, იმიტომ რომ ეს ისეთი სფეროა, რომელს მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დღეს აქვს რაიმენაირი ძალა თვითრეფლექსია განახორციელოს. მე არ მჯერა, რომ ისინი შეძლებენ აი ამ უკვე შექმნილი მონსტრების შეჩერებას, ხო? ახლა ჰელოუინი მოდის და ღმერთმა უწყის, ხო? იქ რომელ ღრმად მორწმუნე სასულიერო პირს, რომელიც კაბაჩა აწვეს არა რაიმე
თეოლოგიური განათლების გამო, არამედ იმის გამო, რომ ანუ ვიღაცის ნაცნობი იყო, ან კარგად ყვიროდა, ვიღაცას თავს არ გაუხედავს, ხო, როგორც ეს ჩვენ ვიხე მიქსერს არ ჩაარტყავს თავში, ან რაიმე მსგავს, ხო, ეს ძალადობა ხო 17 მაისს არ დაწყებულა, ხო, ანუ პრობლემა არის ის, რომ მედია იყო აქამდე სრულიად დახურული. ასეთ თემების მიმართ აქ ვიღაც რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ ეს კრიტიკული ხაზი, როგორც მთავრობის მიმართ არსებობდა, ან ოპოზიციის მიმართ არსებობდა, ეკლესიას არასდროს არ გაუვლია, მას ჰქონდა ფუფუნება, რაღაც 10 წლეული ეწყობრა ისე, რომ არავინ მასე ხმა არ ამოიღებდა, ხო? და ეს იყო ძალადობრების მთელი წყება, ხო? ეს აგრესიული ადამიანები, რაღაც ნაკურთხი მუშტებით, ვიღაცებს ცხვირპირს ულამაზებდნენ და ხან ჰელოუინზე შერბოდნენ, ხან ვიღაცა არ ბიოლის ფონდში რაღაც არ მოეწონებოდათ, ხან ტელეკომპანია კავკასიასთან და უამრავი ფაქტი არსებობს, ხო? ამ ყველაფრის და ამის პარალელურად ეკლესიამ ახლა მოახდინოს თვითრეფლექსია არის დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნება მედია მის მიმართ განწყობილი, რამდენად ექნებათ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ ერთ რამეში უნდა დავეთანხმო ბატონ გიგი თევზაძეს, რომ ეს ადამიანები, ეს აქტიური რელიგიური ჯგუფები, სინამდვილეში არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საკუთარ ინტერესებს იცავენ ძალიან აქტიურად. უბრალოდ ასეთები არიან. ანუ აქტიური ნაწილები არიან. აი სხვა საქმეა, რამდენად აღმოჩნდება მეორე ნაწილი საზოგადოების, რომელსაც უნდა საქართველოს კონსტიტუციის ქვეში ცხოვრობს და არა მის გარეშე და რაღაც რელიგიური კანონებით, საკმარისად მოტივირებული დაიცვას საკუთარი ღირებულებები, დაიცვას და ილაპარაკოს ამაზე საჯაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც კარგად მოგეხსენება, რომ ეს რთულია, იმიტომ რომ ეს იწვევს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანებას და როცა ამაზე ლაპარაკობ, უნდა გქონდეს რაღაც ცხენით შეკაზმული, ხო? რომ გაიქცე შემდეგ საათმე და არ მოხვდეს მოშტი. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია, მე ძალიან რთულად წარმომიდგენია მომდევნო 10 წლის, ან მომდევნო 20 წლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნახევარიც კი შეინარჩუნოს იმ რეიტინგის, რაც დღეს აქვს. იმიტომ რომ ეს იქნება ურთულესი, სწორედ იმ პროგრესიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ავტომატურად გვაქვს, ანუ ხელი რო არ გავანძრიოთ საერთოდ, მაინც მოვა, იმიტომ რომ გლობალიზებულ სამყაროში ვცხოვრობ და შეუძლებელია 95% შეაკავო რაღაც ერთ აზრზე, თუ შენ ამ აზრებს არ აკონტროლებ და თუ მართლა რუსეთი არ ხარ, ხო? სადაც პუტინის რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა ცოტა ხნის. ერთ გარემოებას მინდა ხაზი გაუსვა, როცა თქვი გარკვეულ რეფლექსიებზე საზოგადოებაში, ну ეს არის ახალგაზრდულ ჯგუფებში გარკვეული ცვლილება და ეს კრიტიკული მიდგომები, მე ვფიქრობ, ალბათ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ტრანზიციის შემდეგ მედია სივრცე უფრო თავისუფალია, გახსნილია და მედიაში ეს საკითხები უფრო ღიად ჩანს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ თუ აქამდე უფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებში, თქვა საპატრიარქოს კრიტიკა ძალიან იშვიათად მოისმენდით და თქვა ასეთ არაპოპულარულ განცხადებებს ისინი არ აკეთებდნენ, დღეს არაერთი ორგანიზაცია ან აქტივისტი ღიად უპირისპირდება იმ არასწორ პოლიტიკას, რომელსაც ეკლესია ახორციელებს, ამიტომ რა თქმა უნდა, გარკვეული რესურსი სამოქალაქო საზოგადოებაში არის, რომელიც შეძლებს ეკლესიის მიერ წარმოებულ ამ ტოტალობას და იდეოლოგიას დაუპირისპირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ძალიან რთულია და სინამდვილეში ჩვენ ბევრი გვაქვს საფიქრელი იმაზე, თუ რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ ამ მიმართებით, რომ ძალიან პოლარიზებული გარემო არ შექმნათ და სინამდვილეში თქვათ იგივე იმ ღირებულებების თუ იდეების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ გაუცხოდეს. ამიტომ სინამდვილეში ჩვენც გვაქვს მოსაფიქრებელი სტრატეგია, ენაც თუ როგორ ველაპარაკებით ამ ადამიანებს. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია ეს არის ის, რომ ვეძებოთ სინამდვილეში რა არის ჩვენი საზოგადოების ჩაგვრის, დისკრიმინაციის და იმ სასოწარკვეთილი მდგომარეობის მიზეზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ეკლესიის მხრიდან ძალადობრივი მანიფესტების და გარკვეული, თქვათ, დანაშაულებრივი ქმედებს ეკლესიის გულისხმობ ცალკეული სასულიერო პირების, ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ესეთი ცენტრალიზებული არ არის, შენ ჰელოვინის თქვათ შემთხვევა ახსენე და ასე შემდეგ. მე ბოლო პერიოდში სწორედ იმის გამო, რომ თანამედროვე ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ არასეკულარულია და პრინციპში ძალიან ბევრჯერ მათ ეს პრინციპი დაარღვიეს და პირიქით ღია დემონსტრაციულადაც კი ისინი ლოიალურები არიან ეკლესიის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ აი ამ ქორწინებაში ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ეკლესია გარკვეულწილად დამშვიდდა. თუ მანამდე ის უფრო მეტად ჰქონდა დუმილის პერიოდი სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ნიუსი არ გაგებო, ანუ
17 მაისის შემდეგ? არა, 17 მაისის შემდეგ არა. რაღაცა ვრცელი პერიოდი იყო. აი ბოლო პერიოდამდე, მთელი ზაფხულამდე, გაზაფხულის პერიოდი, ზამთარი, თითქმის ეპისტოლედან მოყოლებული იყო რაღაც დამშვიდების პერიოდი. ისეთი ვრცელი პერიოდი, პრინციპში რომ ეკლესიას რაღაც ისეთი არ ეთქვა, რომელიც საზოგადოებას, ასე ვთქვათ, შეეხებოდა გარკვეულ ჯგუფებს და ამაზე ვინმე ალაპარაკებდა, არ მესმის და ეს ქორწინება კარგი. სინამდვილეში ამ ქორწინების პირობებში ეკლესიას რა სურს? ეკლესიას სურს დომინაცია. ანუ მას ჭირდება ის რომ ის იყოს გავლენიანი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერიოს და მას ჭირდება რა თქმა უნდა კაპიტალი. და ხელისუფლებისგან ყველაფერ ამას კაპიტალსაც და გავლენებსაც ის აღწევს. ამდენად მას აღშფოთების მიზეზი არ აქვს და მით უმეტეს მისი ამ ტოტალური ბუნების გათვალისწინებით, ხო, როცა მას შეუძლია ყველა ქუჩაზე მოახდინოს საზოგადოების მობილიზება. მას აქვს ყველა მედია საშუალებაზე ალბათ და ყველა პოლიტიკურ პარტიაზე თუ სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციაზე მეტად ბერკეტი ყველა სივრცეში, ყველა დონეზე შევიდეს ყველა სივრცეში და მოახდინოს ადამიანების მობილიზება, ხო? ამ პირობებში რა თქმა უნდა დამშვიდებული იქნება, იმიტომ რომ მას ის მთლიანად დაკმაყოფილებულია ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ეკლესია გაძლიერდეს, მით უმეტეს, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა აქვს და მისი მხარდაჭერა 20%-ზე ქვემოთ არის და სავარაუდოდ უნდა ველოდეთ, რომ ეკლესია და ხელისუფლება ისევ პარტნიორები და მოკავშირეები აღმოჩნდებიან საარჩევნო პროცესში და ეს გულისხმობს, რომ ისევ აქტუალიზდება, ვთქვათ, ის თემატიკა, სადაც ეკლესია ახერხებს საკუთარი იდეოლოგიის წარმოებას და ეს რა თქმა უნდა იქნება კათოლიკოს პატრიარქი ყოველთვის ცვლიდა გადაწყვეტილებას, მაგალითად, როდესაც ედუარდ გიორგი შევარდნაძეს აცილებდა ქართული საზოგადოება, მაშინ შეცვალა, ხო? ჩვენ ვნახეთ იქ ცარიელი ტახტი პარლამენტში, ხო? ანუ ძალაუფლების ცენტრის ყნოსვა არსად ისე კარგად არ უწყიან, როგორც საქართველოს საპატრიარქო. ვის აქვს ძალა და საიდან ქრის ზურგის ქარი. აქედან გამომდინარე ავტომატურად ის რომ ვინმეს მხარეს დადგეს, ან ვინმე უარყოს, ეს იმაზეა დამოკიდებული რეალურად საზოგადოებრივი განწყობები როგორ არის და ძალაუფლების კონცენტრაცია სად მეტად ხედავს თავად, ხო? ბოლო რამდენიმე ხელისუფლების ტრანზიციის პერიოდში და პრინციპ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ტრანზიციის პერიოდში ეკლესია იყო მომდევნო ხელისუფლების მხარეს იმ დროს, როდესაც ეს ხელისუფლება იცვლებოდა, ხო? კი, ეს ზუსტად სწორედ იმიტომ, რომ ეკლესია ეს არის ძალაუფლებრივი პოლიტიკური ინსტიტუცია. ჩემს აღქმაში, როცა მე ეკლესიაზე ვლაპარაკობ, ეს არ არის რელიგიური ორგანიზაცია. პირველ რიგში ეს არის ძალიან დიდი კაპიტალის და გავლენის მქონე ძალაუფლებრივი ინსტიტუცია, და ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ მსხვერპლები, ის ვინც მხარს უჭერს მას, სინამდვილეში ჩვენ ვამუშავებთ და ვაძლიერებთ ამ ინსტიტუტს, რომელიც ჩაგვრის იდეაზე დგას, რომელიც ძალადობრივ იდეაზე დგას. მათ სხვაგვარად რო იყოს, ჩვენ მე რეალურად არასდროს არ მინახავს ეკლესიის ერთი კარგი განცხადებაც კი რომელიმე ჩაგრული ჯგუფის მიმართ. ან რაიმე არასწორი. მათ შორის იგივე ციხებში არსებულ მდგომარეობაზე. ბოლო პერიოდში იყო, თუ შეიძლება ამას და ვიტყვი, ხო? ქორეპისკოპოსი იაკობი იაკობაშვილი, რომელიც იქამდე აკურთხეს, ხო? ანუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში აკურთხეს, ხო? ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? დგას ხელისუფლების ცვლილებიდან მეორე წელს და ციხის კადრებზე და წამებაზე ლაპარაკობს მაშინ, როდესაც ის ადამიანები ხელისუფლებაში აღარ იყვნენ და როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ეკლესია მათ რაღაც ის რა ქვია, აქებდა და ადიდებდა, ხო? ჩვენ ვინახავს ამ ბიონებზე ის ადამიანები, რომელსაც ახლა შემდეგ ბრალი დასდეს, ხო, მან? ანუ რეალურად ეს ორმაგი ბუნება, რომ აი ხლა არ მისცეთ არჩევნებში ხმა, ნაციონალურ მოძრაობას პირდაპირ მოუწოდა, ხო, ამაზე განცხადებაც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების. რეალურად მაშინ ამაზე ხმას არ იღებდა, ხო? არა, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია შედიოდა ციხეებში, მათ მოძღვრის ინსტიტუტი ჰქონდათ და შეუძლებელია არ ცოდნოდათ იმ დანაშაულებების შესახებ, რომელიც იყო, მაგრამ ერთი განცხადება გახსენდება? ხო, ზუსტად ეს არის ბოლოს კვლევა, რომელიც ჩატარდა, თქვა, ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, აჩვენებს, რომ ყველაზე
ყველაზე მაღალი დაშვება პენიტენციალურ სისტემაში ქონდა ეკლესიას. თუ არ ვცდები 50-დან 60%-მდე პატიმრების უთითებდნენ, რომ სწორედ სასულიერო პირებთან ქონდათ მათ შეხება და უზიარებდნენ საკუთარ პრობლემებს. ამ პირობებში ჩვენ ვერ დავინახე ხო წარსულში არც ერთი განცხადება საპატრიარქოს არ გაუკეთებია იმ ძალადობის შესახებ, რომელიც არსებობდა ხო პენიტენციალურ დაწესებულებებში. ამდენად თუ ჩვენ და საზოგადოება პირველ რიგში კრიტიკულად გაიაზრებს ამ საკითხებს, მაშინ უბრალოდ გაუგებარია როგორ შეიძლება თქვა ამ პოლიტიკაში მიიღო მონაწილეობა ან მხარი დაუჭირო. მაგალითად ნიშანდობლია ის რომ ძალიან დიდი კაპიტალი რომელიც ეკლესიას აქვს და რა თქმა უნდა ეს არ არის ხო მხოლოდ 25 მილიონი ეს არის სარეზერვო ფონდებიდან მისთვის გადაცემული თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან და რაც ყველაზე მასშტაბური ეს არის უძრავი ქონების ძალიან დიდი ოდენობა რომელსაც მთავრობა რეგულარულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადასცემს მას. ამ დიდი კაპიტალის მიუხედავად ეკლესია მხოლოდ 1%-ს ხარჯავს სოციალურ პროექტებზე. ან ნიშნავს რომ მას სოციალური სოლიდარობა, ან საერთოდ სოციალური ცნობიერება არ გააჩნია. და რატომ შეიძლება იყოს უმრავლესობისთვის ესეთი კაპიტალისტური, ძალაუფლებრივი სისტემის გაძლიერება და განაყოფიერება მნიშვნელოვანი? უბრალოდ მე არ მესწრებს და რა თქმა უნდა, ნელ-ნელა სწორედ მედია სივრცეში ამ თემატიკის გახსნა საზოგადოებას გაუჩენს უნდობლობას არსებული პოლიტიკის მიმართ. და თუ რაღაც წინასწარმეტყველებებზე გადავედით, მე ვფიქრობ, რომ ეკლესია საბოლოოდ სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება და ალბათ თუ ის გონიერია, მან დროზე უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება და კრიზისამდე სიტუაცია არ მიიყვანოს, თუმცა ამ ის თუ როგორ არის ძალაუფლება შიგნით განაწილებული, რა თვისების და კვალიფიკაციის სასულიერო პირები გვაქვს, რა გავლენები არსებობს მათ შორის სხვა ქვეყნების მხრიდან და ალბათ ისიც თუ როგორია ალბათ აზერბაიჯანის სომხეთსა და თურქეთს ხო იგივე რუსული ეკლესიის მხრიდან ამ პირობებში რა თქმა უნდა მე მეეჭობა რომ მას კონდეს რესურსი საკუთარ თავზე მაღლა დადგეს. მე მინდა კიდევ წინა კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას შევეხო, ჩვენ გავიგეთ საზოგადოებამ შეიტყო ცოტა ხნის წინ როგორ გაამათრახეს ბავშვი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყო სავარაუდოდ გაამათრახეს ბავშვი ერთ-ერთ სკოლაში ოზურგეთში. ამის შემდეგ გამოქვეყნდა კვლევა სახალხო დამცველის, სადაც აღნიშნული ასევე პრობლემები, მაგალითად კვების პრობლემები, ლიცენზიის მიცემის პრობლემები, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართულ მუსლიმთა კავშირის დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონებში, ხო? და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ იქ ასევე ძალადობაზე თხრობა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ტექსტი განსხვავდებოდა იმ ტექსტისგან, რომელიც ჰქონდა მაგალითად IEMS-ის, თქვათ, ეს რა გამოქვეყნებული კვლევის სახით, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ საუბრობდნენ კონკრეტული ბავშვები ძალიან კონკრეტულ დასჯის მეთოდებზე და მე ვიტყოდი არაადამიანურ მოპყრობაზე, ხო? აი ამ ტექსტში ესეთი ციტატები არ გვხვდება, არ არის მათ შორის დეინსტიტუციონალიზების მოთხოვნა, რომლისკენაც მიდიოდა ჩვენი სახელმწიფო და ახლაც მიდის არა. და ეს ყველაფერი არის კაცრად მოთხოვნილი, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს. შენ იზიარებ თუ არა ამ შთაბეჭდილების ნაწილს მაინც? პრინციპში მეც კრიტიკული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიმართ. ვფიქრობ, რომ მათ ენა შეარბილეს და გამოყენებული მეთოდოლოგიაც არ იყო საკმარისად და ადეკვატური იმისთვის, რომ სრული მასშტაბით მოეხდინა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული როგორ გეშლებოდათ ის სწორი იყო. ამ სკოლა პანსიონებში არსებული, თქვათ, უფლებრივი მდგომარეობა სრული მასშტაბით გამოევლინათ. არ ვიცი ეს ის ბრალია, ეს არის ხედვა, სტრატეგია იმის, რომ საპატრიარქოსთან თანამშრომლობის გზით გაუმჯობესონ უფლებრივი მდგომარეობა, თუ ეს არის ეს მომაკვდინებელი ლოიალობის გაგრძელება, რომელიც შეიძლება უფლების დაცვით დამცველ ორგანიზაციებს და ინსტიტუციებსაც შეიძლება შეეხოთ, მაგრამ ძალადობის საკითხი ტექსტში ყველაზე ბოლოს და უმნიშვნელოდ არის გატანილი მაშინ, როდესაც მთავარი მიზანი ამ მონიტორინგის სწორედ ძალადობის ფაქტების გამოვლენა უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი განცხადების მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო რეალურად ამ საკითხის აქტუალიზება და მონიტორინგის ჩატარება. თქვენ იცით, რომ წინა წლებში საპატრიარქო
სასტიკი წინააღმდეგი იყო რომელიმე მონიტორინგის მისია შეეშვა საკუთარ დაქვემდებარებაში მოქმედ ინსტიტუციებში. და მხოლოდ თქვა ეხლა გახსნა მან ეს ინსტიტუციების სახელმწიფოებისთვის არ ვიცი შეიძლება ხალხმა ინტერვიუები რომ აი ჩვენთან ყველა ბავშვს მღდლობა უნდა. და წარმოგიდგენიათ იქ ფსიქოლოგიური კოლექტიური ფსიქოლოგიური განწყობა როგორია რომ ყველა ბავშვს უნდა მღდლობა. ნუ აი რანაირად შეიძლება ყველა ბავშვს უნდა მღდლობა. და ამასთან ძალიან ცნობილი ვიდეო მაშინ დეკანოზი გრიგოლი იყო თუ არ ვცდები და დღეს მე უფე სპირიდონი როდესაც ბავშვებთან ერთად ეჩხუბება ზესტაფონის რომელიღაც ტელევიზიას და ეუბნება რომ აი ამ ბავშვებთან ერთად მოვალო და დავდგებიან რომ ეს ბავშვები არის რაღაცა გამოსაყენებელი რა ანუ შეგიძლია მიიყვანო და ატარო პროტესტზე რა იმიტომ რომ საკუთრებად განიხილავდნენ ამ ბავშვებს და ძალიან ხშირი იყო ხო ასეთი შემთხვევა დღეს ეკლესიას ამ ბავშვებს საერთო რიცხვი დაახლოებით 370-მდე აღწევს. ეს არის საკმაოდ ძალიან დიდი რიცხვი. რეალურად თითოეულ ინსტიტუციაში 120-დან 130-მდე მერყეობს ბენეფიციარების რიცხვი, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ინსტიტუციებია, სადაც დისციპლინის და კონტროლის კაცწესებზე დგას, ვთქვათ, სისტემა. და რაზეც იმის გამო, რომ ჩვენ, ვთქვათ, დამოუკიდებელი მონიტორინგი ამ დრომდე არ ჩატარებულა, რთულია ცალსახად ილაპარაკო იქ არსებულ, ვთქვათ, უფლებრივ მდგომარეობაზე, მაგრამ მუსლიმურ პანსიონებში. მათ შორის მუსლიმურ პანსიონებში, თუმცა მუსლიმური პანსიონებს არასდროს არ უთქვამთ ვინმესთვის მონიტორინგის ჩატარებაზე უარი. ვთქვათ, ეს ვთქვათ ჩაკეტილობის პრობლემა ჩემი აზრით პანსიონატებს უფრო ნაკლები აქვს მუსლიმურ პანსიონატებს. ამდენ და გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის უთითებდა იმაზე, რომ დასჯის იმ ფორმებს, რომელსაც ადმინისტრაცია ბავშვების მიმართ იყენებდა, იყო ძალადობრივი და სისტემური. ეს სისტემურობა ერთი ცხურ არის ის, რომ მას ის ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება და ის არის ლეგიტიმიზებული, რომ მაგალითად მას აქვს რელიგიური სასჯელის ფორმა და ეს თითქოს მისაღებია და დაშვებულია და ნორმალურია. ამას სახელმწიფოების ანგარიშიც შევხვდებით, თუმცა ვთქვათ, რამდენად გავრცელებულია, ვთქვათ, სტატისტიკური მონაცემებით, იგივე кейსებით, ანუ კონკრეტული შემთხვევებით, ვთქვათ, მდიდარი ეს ანგარიში არ არის, მაგრამ ჩანს, რომ ამას აქვს დაშვებული ფორმა ურთიერთობის ბავშვებთან და ალბათ სწორედ სისტემურ ძალადობას ყველაზე მეტად უქმნის ნოყიერ ნიადაგს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სეკულარული რეაგირების ფორმები, მონიტორინგის მექანიზმები, რომელთაც ის უფლების დარღვევის ინდივიდუალურ შემთხვევებს გამოავლენს და მას რეაგირებას მოახდენს. რეალურად ეს დაწესებულები წლების განმავლობაში სამართლებრივი სისტემის გარეთ არის გაყვანილი, ისინი არ ექვემდებარებიან ლიცენზირებას. მხოლოდ 2013 წელს მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ ესეც კეთილინების საფუძველზე ამ დაწესებულებებში შესვლა, რომელიც ძალიან ფორმალური და ტექნიკური მონიტორინგი იყო, რომელიც იქ არსებულ საცხოვრებელ პირობებზე საფასებდა და თქვათ არაუფლებრივ მდგომარეობას და ეს სივრცეები ამ სივრცეებში ამ დაწესებულებებში რეალურად ხდებიან ყველაზე სოციალურად მოწყვლადი ოჯახების შვილები. ანუ ეს არის ღარიბი ოჯახის წარმომადგენლები, რომელსაც რიგ შემთხვევებში სხვა გზა არ აქვთ და სწორედ ამ თქვათ მატერიალური გადარჩენისთვის თქვათ თავს აფარებენ ამ დაწესებულებებს. ამიტომ აი ეს ამ ინდოქტრინაციის, ამ ძალადობის სისტემა, რომელიც ამ დაწესებულებებში სწორედ ისე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ხორციელდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა, რომელიც ამ დაწესებულებებში უნდა გახდეს სახალხო დამცველის თუ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველა აქტივისტის და ორგანიზაციის კრიტიკული პოზიციონირების საკითხი. ეს არ არის ის თემა, რომელზეც შეიძლება ზედაპირულად ხო ან რაღაც რბილად ილაპარაკო. და სწორედ ალბათ აი ეს კრიტიკულობა აკლდა სახალხო დამცველის პოზიციას და ანგარიშს ამ შემთხვევაში. რისთვის ჭირდება ეს დაწესებულებები? ხო, ესეც არის ალბათ საინტერესო თემა და ის რომ სწორედ აი ამ ჯგუფით რომ ის ინდოქტრინირება და ამ რელიგიური ფანატიზმით გაჯერებას ხშირად ვთქვათ ეკლესია ცდილობს, ალბათ ეს არის გარკვეული დასაყრდენი, რომელსაც ის გამოიყენებს ცალკეული ღონისძიებების თუ აქტების დროს. მე ვერ ვთარგმნიდი მიუხედავად ჩემი ასე ვთქვათ პოზიციისა, რომელიც ნათელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციური ფორმის და რაღაც მეტაფიზიკური განსამილების მიმართ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის
მაინც მცდელობა რაღაც სიკეთე გააკეთონ, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ გაქრები აი ამ რელიგიური ნარატივიდან. ხო, უბრალოდ თავისებური ფორმებით. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინსტიტუტი არ ცნობს იმ ასე ვთქვათ, გამოცდილებას, რომელიც დასავლეთში არსებობს, ხო, განვითარებულ სამყაროში არსებობს, სადაც შენ გეუბნებიან რაზე გავლენა შეიძლება კონდეს ბავშვზე ამა თუ იმ ფორმას, ხო, მეტანიას ან რაღაც. მე არ ვფიქრობ, რომ ყველა აღმზრდელს მაგალითად ცუდი უნდა ამ ბავშვისთვის, ან იმ კონკრეტულ მღვდელს, ან იმ კონკრეტულ მიტროპოლიტს, ხო, როგორი პოზიციებიც არ უნდა კონდეს. ნუ აი არ მინდა დავიჯერო, რომ ისინი რაღაც აი ამ დასჯის ფორმებს იმიტომ აკეთებენ, რომ ბავშვისთვის ცუდი უნდათ, ხო? უბრალოდ მათ არ აქვთ გამოცდილება, რაც ლაპარაკობს სახალხო დამცველი, რომ კვალიფიკაცია აკლიათ, არ ყავთ ფსიქოლოგები ან ფსიქიატრები გნებავთ, ხო? იმიტომ რომ რა შეიძლება გამოვლინდეს არ იცი, ხო? და საბოლოოდ ვცდილობენ, რომ აი ამ რაღაცა რელიგიური ფსევდო გამოცდილებით მათ რაღაცა დისციპლინა შეუნარჩუნონ ან აღზარდონ, ხო? ანუ ძალიან რთულია იმის თქმა, რომ კი არსებობს შემთხვევები და ჩვენ ეს გვინახავს, ხო, რომ ამ ბავშვებს მოვიყვანთ და იქ დავაყენებთ და აბა მე რამე გითხარით, ხო? ანუ ეს ძალაუფლების თემა არის, მაგრამ თავად ბავშვების მიმართ რომ აი ესეთი განწყობები არსებობს თუ არა, ნუ ამაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრალდებაა. მესმის, არა, ხო მეც არ ვფიქრობ, რომ თვითონ აქტ ძალადობის რაღაც მოტივი აქვს და ეს რაღაც სადისტური სისტემაა ან ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ ეკლესია, როცა შენ ყავს 120 ან მეტი ბავშვი ერთ ინსტიტუციაში, ეს უკვე ქმნის ძალადობრივ ველს. ანუ აქ რომ ძალადობრივი ურთიერთობები შეიძლება წარმოიშვას, ეს არის ბუნებრივი, იმიტომ ბუნებრივი იმ გაგებით, რომ თქვათ ხშირად არის თქვათ იგივე ძალიან რთული ქცევის მქონე ბავშვები, ადმინისტრაციას სჭირდება წესრიგის დამყარება, მკაცრი იერარქიების შექმნა, მკაცრი დისციპლინა, რაც თავისთავად არის ძალადობრივი მექანიზმის გამოყენება, ხო? ამდენად სწორედ ესეთი დაწესებულების მხარდაჭერა, არსებობა და თქვათ მაშინ შენარჩუნება ეკლესიის მხრიდან არის პრობლემატური და თქვათ მე ამაზე ვლაპარაკობ, რომ ეს არის. მე ვფიქრობ, რომ აი ეს თავად აი ესეთი დეისტი სანამ არ გვექნება, ხო, ეს მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებები, სადაც ნაკლები რისკი იქნება, ხო? ნუ ნაკლები რისკი რბილად რო ვთქვათ, ხო? ნიშნელო უნდა შემცირებული რისკი, რომ აი ეს გარემო ტრიალებდეს, ხო, ის ძალადობრივი და დანაშაულებრივი გარემო, რაც აი ამ დიდ ინსტიტუციებში მართალი ხარ, ბუნებრივად იარსებებს, ხო? იქამდე არ იქნება. სამწუხაროდ აი ამ ანგარიში მე ვერ ვნახე აი ეს ანგარიში არის მოთხოვნა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტები უნდა გავრცელდეს, თქვათ ამ ინსტიტუციებზეც, მაგრამ კრიტიკულად პირველი რაც იყო პრობლემა არის ის, რომ არ არის შესწავლილი თუ რა ჯგუფები ხვდებიან და რა მიზეზებით ამ დაწესებულებებში, რა არის ის სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის ის მიზეზები, რის გამოც თქვათ ოჯახები ირჩევენ, რომ ბავშვები ამ პანსიონატებში გადაიყვანონ, ხო? მეორეს მხრივ არის არა მცირე ოჯახური ტიპის და თქვათ დაწესებულებებზე საუბარი ამის, რომ ბავშვი არსებითად ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს. ამდენად პირველ რიგში სახელმწიფომ ალბათ ის ფინანსური რესურსები, რომელიც ეკლესიას გადაეცემა ამ დაწესებულებების შენახვისთვის, არა დაწესებულებას უნდა გადასცეს, არამედ გააძლიეროს ოჯახებიც, რაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, რომ მათი ინტეგრაცია უზრუნველყონ ოჯახურ გარემოში და არა ის, რომ რომელიმე ინსტიტუციონალიზებულ ვთქვათ დაწესებულებაში სივრცეში განათავსოს ისინი. ამდენად, როგორც წესი ეს ბავშვების დიდი ნაწილი ჩვენ ინფორმაციით ესენი არ არიან მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, რომელსაც მშობლები არ ყავთ. მათ დიდ ნაწილს ყავს მშობელი, მაგრამ სწორედ ამ ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე ოჯახებს აქვთ პრობლემა მათი რჩენის. მუსლიმურ პანსიონებში რა ხდება? ეს მუსლიმური პანსიონები მე ვფიქრობ, რომ საერთოდ სხვა ანალიზს მოითხოვს. ჩემი აზრით მუსლიმური პანსიონების შექმნის საჭიროება მუსლიმ თემში გაჩნდა სწორედ იმის გამო, რომ მათ საკუთარი იდენტობის გადარჩენა შეძლონ. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ თქვათ იგივე აჭარაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რომელიც მხარდაჭერილია ხშირად ხელისუფლების მიერ, სერიოზული ინდოქტრინაციის პოლიტიკა მიმდინარეობს და ეს გაქრისტიანიზების პროცესი. ამდენად ამ პანსიონატების შექმნა მუსლიმი თემისთვის იყო გარკვეულწილად საკუთარი იდენტობის, რელიგიური იდენტობის გადარჩენის შესაძლებლობა და ის ცდილობს, თქვათ
იგივე ისლამის სწავლება, რელიგიური პრაქტიკის წარმოება, ვთქვათ, აი ეს ცოდნები გადასცეს ახალგაზრდა მუსლიმებს, ხო? ამდენად ეს არსებითად ჩემი აზრით იდენტობის გადარჩენის მცდელობაა და დღეს გარკვეულად ესეთი ორი პოლუსი გვაქვს, თქვა აჭარაში მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საკუთარ სასწავლებს ხსნის და სიკეთეებს, მათ შორის მატერიალურ სიკეთეებს თავაზობს, თქვა ადგილობრივ მოსახლეობას, რიგ შემთხვევაში მათი ბენეფიციარები მუსლიმების არიან და მეორეს მხრივ მუსლიმების მიერ დაწყებული სტრატეგია, რომ რაღაცნაირად თვითორგანიზება შეძლონ და გადაერჩინონ იდენტობა. ამდენად ეს მე ვფიქრობ, რომ არსებითად არის რეაქცია ჩვენთან არსებულ რეალობაზე. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო აქ მოსვლისთვის და კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა EMC-ს იმისთვის, რომ აი ამ თემებს ამ წლების მანძილზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და მე ვარ თქვენი კვლევების მკითხველი. დიდი მადლობა და იმედს ვიტოვებ, რომ კვლავ იქნები ჩემი სტუმარი. მადლობა, აუცილებლად. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. მადლობთ რომ გიყურეთ.